მადლობთ მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა წამოვედოთ ყოველ ჯერზე ქართული ოცნების მიერ მოგონილ რაღაცა მორიგ ხრიკს, ხო? იმიტომ რომ რეალურად ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც არის უკიდურეს იზოლაციაში და ეს გამოჩნდა ძალიან კარგად გასული კვირის მანძილზე, რომ აბსოლუტურ საერთაშორისო რაღაც ასე ვთქვათ, გარიყულ მდგომარეობაში არის რეჟიმი, რომელსაც წინ ელოდება მხოლოდ და მხოლოდ დამძიმება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის. დღეს ამ რეჟიმს აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ მოძებნოს რაღაცა ხრიკი, მოძებნოს რაღაცა გზა, რომლითაც შეეცდება, რომ შექმნას რაღაცა ილუზია, რომ ის რაიმე ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს ხალხის ან ჩვენი ქვეყნის. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ძალიან დიდი ყურადღება არც უნდა დავუთმოთ ამ რაღაც სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელიც მე ძალიან კარგად მახსოვს, თავად განაცხადეს თავის დროზე უარი ქართულმა ოცნებამ წლების წინ განაცხადა უარი ყველანაირ დებატებში მონაწილეობაზე, მეტიც მათ შეწყვიტეს სიარული ყველანაირ, მათ შორის თქვენს ტელევიზიაში მე მახსოვს, რომ დადიოდნენ თქვენს ტელევიზიაში და მე ჩვენი ერთყოს გადაწყვიტეს, რომ არც თქვენთან აღარ უნდა მოსულიყვნენ. ხო, ამიტომ ნუ ახლა სისულელეა და ხო შეიძლება რომ რამდენჯერაც რაღაც სისულელეს წამოროშავს კობახიძე, ჩვენ ამაზე წამოვეგოთ. პროვინცია ქვეყანა არის დღეს უმძიმესი კრიზისის წინაშე, ამ ხელისუფლებას არ აქვს არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია და არც ქვეყნის შიდა ლეგიტიმაცია. ერთადერთი რაც ამ ვითარებას განმუხტავს, ეს არის თავისუფალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ რაღაც აკრძალვას უპირებს, ფაქტიურად ყველა ფუნქციურ, ესე ვიტყოდი, ფუნქციურ პარტიას. თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ თქვა გუშინ, რომ მზად ვართ ქართული ოცნების ასე ვთქვათ ფასიკულის სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზეო. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო პარტიის შეჯერებული. დაცინვა მე ამას კი ბატონო, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ქართულმა ოცნებამ თავად თქვა, კიდევ ერთხელ წლების წინ უარი ყველანაირ დებატებზე, მაგრამ მე უბრალოდ დიდი ყურადღების, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, დიდი ყურადღების მიქცევას არ ვაპირებ ამ რაღაცა მორიგ წამოროშვაზე, რომ არიციან რითი შეავსონ დღის წესრიგი და როგორ შექმნან რაღაცა ილუზია იმისი, რომ თითქოს მათ რაღაცა დემოკრატიულ სივრცეზე მზრუნველად გამომივიდა ახლა ესე იგი რეჟიმი, რომელსაც დღეს ტროტუარზე მდგომისთვის ხალხი გაუშვა ციხეში. ოპოზიცია რატომ ამბობს უარს ერთმანეთთან იდებატოს? აი თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა მათ შორის აი ამ პრობლემაზე თქვენამდე ჩვენს გადაცემაში მან თქვა რომ წლებია ვითხოვ როგორც მედიისგან ისე კოლეგა ოპოზიციონერებისგან რომ სხვადასხვა თემაზე რაშიც განსხვავდება ჩვენი პოზიციები დავსყოთ და საჯარო დისკუსია მოვაწყოთ და თითქმის ყველასგან უარი აქვს. ხო, ну, რაც შეეხება ოპოზიციას შორის დებატებს, რაც შეეხება, მე ყოველ შემთხვევაში ესეთი განცდა მაქვს, რომ მათ შორის იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოება მოელის, რომ ოპოზიცია რაღაც ქმედით და ერთიან, ასე ვთქვათ, ფრონტს წარადგენს, ძალიან ხშირად ითვლებოდა და ჩვენ ვხედავდით ამას, რომ ოპოზიციის შიგნით დებატები იწვევდა საზოგადოების ძალიან დიდ ფრუსტრაციას, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულ საკითხებზე შედგეს ესეთი დებატები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ეს არ არის ჩვენი ქვეყნის მთავარი რიგის გამოწვევა. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რომ ძალიან სწრაფად ჩვენ აი როგორ გითხრათ, რაღაცა გასაოცარი სწრაფით ხდება ქვეყანაში ავტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, ის რაც წარმოუდგენელი იყო მოქალაქეებისთვის გუშინ, დღეს ცდილობს რეჟიმი აქციოს ნორმალურ ვითარებად, ხო? აი მაგალითად კიდევ ერთხელ ტროტუარზე დგომისთვის ადამიანის დაპატიმრება და ამას ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი შეხედულება სჭირდება გაცილებით უფრო ვიდრე დებატები, სჭირდება ერთიანი რაღაცა, ასე ვთქვათ, გზავნილებით დაპირისპირება მთელი საზოგადოების მხოლოდ ოპოზიციური პარტიების არა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე წარმატებული, მე თუ გადავხედავ
გასული წლების მანძილზე ყველაზე წარმატებული ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოების წინააღმდეგობა რეჟიმთან აღმოჩნდა პირველ ჯერზე, როდესაც რუსული კანონის მიღებას ცდილობდნენ და ეს განაპირობა სწორედ იმან, რომ საკმაოდ კოორდინირებული იყო მგზავნილები, კოორდინირებული იყო პოზიცია და ეს გამოცდილება მე მაჩვენებს იმას, რომ ამ რეჟიმთან დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებას შევთავაზოთ, ასე ვთქვათ, ერთიანი გზავნილები იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც ვდგავართ და გამოსავალთან დაკავშირებითაც და რაც შეეხება იმას, რომ თუ ჩაინიშნება ქვეყანაში ახალი არჩევნების წინ დებატების ფორმატი ეს არის და იარსებებს ესეთი ფორმატი, ეს არის ვფიქრობ ნორმალური ვითარება, დღეს ჩვენ არანორმალურ ვითარებაში ვართ, დღეს ორი მთავარი მოთხოვნა რჩება ძალაში, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეწყვეტა პოლიტიკური დევნის ქვეყანაში და გაუქმება ყველა იმ რეპრესიული კანონების, რაც იქნა მიღებული და ახალი არჩევნების ჩატარება და ხო და მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ ხალბატონო სალომე ამ პოზიციით ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა, იმიტომ რომ ქართული ოცნების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა ამ პოლიტიკური რვიანის და ვიდრე სხვა ფორმატი არ გვექნება, ახლა სხვანაირად ვერ ვუწოდებთ, რვიანის წარმომადგენლებისთვის ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ხო, მე ახლა ისეთ რა აღარ სურს ამ დისკუსიაში შესვლა, იმიტომ რომ მე მგონი ადგილობრივი არჩევნების გამოცდილება მაჩვენა იმედი მაქვს ყველას, რომ არჩევნების ბოიკოტს ნულოვანი შედეგი აქვს და უკვე შედეგი მოაქვს. ამიტომ არჩევნების ბოიკოტი რო არაფრის მოცემი არ არის საზოგადოებისთვის, საზოგადოებამ სხვა შორის ძალიან კარგად დაინახა და დღეს ბევრი ადამიანი გვეუბნება ჩვენ, რომ შეცდომა იყო არჩევნების ბოიკოტი. ამიტომ ეხლა ამაზე ამ საკითხზე დაპირისპირებაში შესვლას ოპოზიციაში ჩემი აზრით უბრალოდ აზრით მოკლებულია, იმიტომ რომ არ არის დღეს არჩევნები დანიშნული და ამიტომ ხო, მაგრამ წესების დოკუმენტი უნდა იყოსო, ანუ როდესაც საუბარია რაღაცა დიდი თანხმობის მე არ ვიცი სხვა ოპოზიციის მოთხოვნა რა არის, ჩვენი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება. ეს არის მათ შორის რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას და რეპრესიული კანონის გაუქმებას, ეს არის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით მოთხოვნა, არამედ ეს არის წაყენებული პირობა, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ძალიან ცალსახად გაწერილი მოთხოვნების სახით, თუ ამას არ გააკეთებს ქართული ოცნება, ჩვენ წინ გველოდება შემდეგი ზეწოლის მექანიზმების ამუშავება სამწუხაროდ, მათ შორის უკვე წელს დღის წესრიგში დადგება უბიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის და თუმცა ქალბატონ სალომე ეს რეჟიმი ეს არის გასაგები, რომ ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი წნეხი იქნება მათზე საგარეო ასპარეზზე და სწორედ ამიტომ არიან ესეთი დავერშებული, ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ რაღაცა მოგონილი პარალელური დღის წესრიგი შექმნა საზოგადოებისთვის. თუმცა აი ხვალვე რომ დანიშნოს, წარმოვიდგინოთ ესე თეორიულად ქართულმა ოცნებამ ახალი საპარლამენტო არჩევნები, ან ხვალვე რადგან ვსაუბრობ ვამბობ, რომ იგივე პირობებით უნდა ჩატარდეს, რა პირობებითაც ჩატარდა აი ბოლოს ადგილობრივი არჩევნები, ხო, იგივე კანონმდებლობის, იგივე ადმინისტრაციის პირობებში. თუ ოპოზიცია ისევ ცალ-ცალკე პოზიციებზე დარჩება, ანუ ერთი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში, თავისი მოწოდებებით, რომ ხალხის მისამართი რომ არ მიხვიდეთ არჩევნებს და მეორე ნაწილი მიიღებს მხოლოდ ოპოზიციის მონაწილეობას არჩევნებში, რა აზრი ექნება აი ამ მონაწილეობას, ხომ არ იქნება ეს, ასე ვთქვათ, გამარჯვების გარანტიები ექნება თუ არა ოპოზიცია და საჭირო ხმების რაოდენობის მოპოვების. მოკლებულია ახლა ამ დისკუსიის წამოწყება და მე ერთი რამ შემიძლია მხოლოდ თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებმა იმედი მაქვს საზოგადოებას აჩვენა, რომ როგორც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს მაგალითი, რომ საარჩევნო ბოიკოტს მოედანა რაიმე შედეგი, ას დადასტურდა კიდევ ერთხელ ჩვენს რეალობაშიც, რომ უდიდესი პოლიტიკური შეცდომა იყო საარჩევნო ბოიკოტი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას აღარ გაიმეორებს არავინ. ეს შემიძლია გითხრათ დღეს,
თუმცა რა გველოდება წინ ამაზე ახლა დისკუსიის წამოწყება, მაშინ როდესაც თვალ შეიძლება საერთოდ აკრძალული იყოს ყველა პარტია, რომელსაც რაიმე ელექტორალური წონა აქვს საზოგადოებაში. ამიტომ ახლა დღეს ამაზე საუბარი რაღაცა დაბეჭდებით, ნაადრევია ამის თქმა მინდა, როგორც პრინციპი, ჩვენი პრინციპი რაც იყო, რომ ყველა ბრძოლაში უნდა მიიღო მონაწილეობა და ბრძოლის გამოტოვება არაფრის მომცემი არ არის. მე ვფიქრობ, რომ დადასტურდა მათ შორის ბოიკოტის შემდგომ განვითარებული მოვლენებით და მათ შორის იმითი, რაც საზოგადოებამ იხილა 4-ში, ეს იყო დაკარგული შესაძლებლობა ჩემი ღრმა რწმენით საზოგადოებისთვის, ოპოზიციისთვის და ხალხისთვის, ვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გადარჩენა და იმედია, რომ ყველა ისწავლის საკუთარ შეცდომაზე, საკუთარი გამოცდილებიდან რა მუშაობს და რა არავითარ შემთხვევაში არ მუშაობს და არანაირი შედეგი არ მოაქვს. ხო, თუმცა დღეს გუშინ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებიდან გამომდინარე, ჩანს თუ არა ეს პროგრესი, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლონ და შემდგომში ასეთი ნაბიჯები არ გადადგან. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აი დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003-ში იყო და გარეთ რომ ვიყო, ალბათ ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, მზად ვარ საქართველოს კრიზისთან ამოთრევაში, ხელახლა მივიღო მონაწილეობა. რას ფიქრობთ აი ამ განცხადებაზე? თუ ასეთი რესურსი არსებობს, რომ ერთ კვირაში დასრულდეს ქართული ოცნება, რატომ არ იყენებს ამ შესაძლებლობას ოპოზიცია? ხო, ჩვენ სხვადასხვა განცხადებები გვაქვს მოსმენილი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, მათ შორის ის, რომ 4-ში 4 საათზე იწყებდნენ და 8 საათზე ასრულებდნენ ამ რეჟიმს და ყველა მიხილეთ ამის დასასრული და ამიტომ არის, რომ ჩვენი პოზიცია, ლეუს პოზიცია არის ძალიან ცალსახა. ჩვენ რა თქმა უნდა ერთიანი დიდი საზოგადოებრივი გაერთიანების რეჟიმის წინააღმდეგ გვჯერა, რომ ეს უნდა შედგეს და ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღის წესრიგი და სამოქმედო გეგმა მსგავსი გაერთიანებისთვის, იმიტომ რომ რა მოსდევს დაუგეგმავ, მოუფიქრებელ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას პოლიტიკურ პროცესთან მიმართებაში ეს საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა 4 ოქტომბერს და ჩვენ ცხადია არანაირი მსგავს მე ვიტყოდი უაზრო მოქმედებებში და უაზრო მოძრაობებში მონაწილეობას არ და ვერ მივიღებ. რაც შეეხება საქმიან, კონსტრუქციულ, რეალურ პოლიტიკურ ბრძოლის გეგმას, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამაზე სამსჯელოდ სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან თუ საზოგადოებასთან და შემიძლია დავაფიქსირო, რომ ამისთვის კვლავ რჩებით მზად. ეს არის ჩვენი პოზიცია, ვინც არ უნდა აკეთებდეს. აპირებს შეხვედრას გიორგი ვაშაძესთან, ან შესაძლებელია უფრო გაფართოებული ფორმატი იყოს შეხვედრის, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, თებერვალში ნიკა გვარამია გამოდის ციხიდან. შეხვედრისთვის, მე პირველ რიგში მინდა რომ მიულოცა თქვენი ეთერიდან, პირველი ეთერია, რაც გიორგი გამოვიდა საპატიმროდან და გულოცავ მას გათავისუფლებას და მის ოჯახს და უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონო ტყვე ამ რეჟიმის, რაც შეიძლება სწრაფად. რაც შეეხება თანამშრომლობას, შეხვედრას, კოორდინაციას, ჩვენი პოზიცია არის ნათელი, თუ ჩვენ გვექნება მონახაზი პოლიტიკური ბრძოლის, პოლიტიკური ერთობლივი მოქმედების, რომელიც ჩვენი აზრით არის ის, რაზე მსჯელობაც ღირს, რასაც შედეგი იქნება, ჩვენ არასდროს არც უარი არ გვითხოვს არავისთვის მსგავს, ასე ვთქვათ, საუბარზე და არც ჩვენი კარები არავისთვის არ დაგვეხურია. მე მგონი პირიქით ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნების გაყალბებიდან მალევე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეგვექმნა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც გაერთიანდებოდა ყველა პარტია, რომელსაც ჰქონდა არჩეული მანდატი და დათმო ეს მანდატი, გაგვეფართოვებინა ეს ფორმატი, მოგვეწვია დამატებით წარმომადგენლები. სამწუხაროდ ეს ვერ შედგა, ჩვენ შევთავაზეთ ადგილობრივ არჩევნებამდე ზეპარტიული ერთიანი ასე ვთქვათ, ფრონტის შექმნა, ამაზეც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა შეთანხმება, ამიტომ ჩვენ ვერავინ ვერასდროს ვერ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ ყველაზე მეტი კი თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი გაერთიანება რეჟიმთან ბრძოლაში და ეს ჩვენი პოზიცია რჩება დღემდე ძალაში, ოღონდ კიდევ ერთხელ კონსტრუქციული, გასაგები
და რაც თავარია, ასე ვთქვათ, ქალბატონ სალომე, აი ბოლოს მინდა კითხოთ, ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ისევ ეძებს, ისე აი ძალიან მოკლედ და თქვენც მოკლედ მიპასუხეთ ამ პროცესიდან სალომე ზურაბიშვილი მთლიანად ასე ვთქვათ რაღაცნაირად დისტანცირებულია? არსად არ ჩანს და მე არ მგონია რომ მე ვარ სწორი ადრესატი ამ შეკითხვის. მე მგონია ეს უნდა ქალბატონ სალომეს კითხოთ, სხვა სალომეს და არა მე, იმიტომ რომ მე ვერ გეტყვით ის როგორ ხედავს საკუთარ როლს ან როგორ აფასებს. ჩვენ იცით რომ მათ შორის ჩვენი პარტია მონაწილეობდა იმ ფორმატში, რომელიც მას ჰქონდა თავის დროზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ჩვენ ყოველთვის თანამშრომლობდით ყველა ფორმატში, სადაც ჰქონდა რაღაც იმედი კონსტრუქციული პროცესების, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების წარმატებას. როგორ ხედავს ის თავის როლს მას უნდა გითხრათ. კი ბატონო. ხო, თვითონ როგორ ხედავს თავის როლს ეს ერთი, მე უბრალოდ კითხეთ, აი ფიზიკურად თუ ჩანს სადმე, იმიტომ რომ ჩვენ რაც ვიცით ყოველ შემთხვევისთვის ვერც ვხედავთ ამ პროცესებში, არც განცხადება გაუკეთებია ამ პროცესთან დაკავშირებით და ყოველ შემთხვევაში არც არავის უხსენებია, მაგრამ ნუ გასაგებია თქვენი პასუხი. აი ბოლოს მინდოდა მეკითხა, ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ეძებს, ქართულმა ოცნებამ ფასებთან, ასე ვთქვათ, სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა. ვხედავთ პროცესს ახლა ამაზე აღარ დავკარგავ საეთერო დროს, ყოველ შემთხვევაში დაპირება გაცემულია, რომ აი აპრილიდან მოსახლეობამ უკვე უნდა იგრძნოს თავის ჯიბეზე ფასების გაიაფების პროცესის დასაწყისი. ქართულმა ოცნებამ ისიც ძალიან კარგად იცის, რომ ეს საკითხი მოსახლეობისთვის იმდენად მგრძნობი არიან, რომ თუ ამ პირობას ვერ შეასრულებს, მაშინ ეს მას ძალიან დააზიანებს პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგრამ თუ ასე ვთქვათ, დაპირება სისრულეში მოვა და სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ადამიანებს ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებას, საკმაოდ ასე ვთქვათ, შესაძლებელია პოზიტიურ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს ეს ქართული ოცნების მიმართ. ამ პროცესს თუ უწევთ ანგარიშს ოპოზიციაში? ძალიან დიდ სისულელეს აკეთებს დღეს ეს ხელისუფლება და ეს ჩვენ გვინახავს სხვა ავტოკრატიულ რეჟიმებში, ის რომ ცენტრალიზირებული გზით დადგენილი ფასების პოლიტიკა არ მუშაობს, რა ვიცი ახლა ძალიან უვიცი თუ არ ხარ, ალბათ უნდა ეკონომიკის რაღაც შესავალი კურსი თუ გაქვს მოსმენილი, უნდა იცოდე, რომ არ მუშაობს ამის შედეგად, რა ვიცი, ჩამოიქცა საბჭოთა ეკონომიკა. ამიტომ ახლა ყობახიძე თუ აპირებს, რომ საბჭოთა ეკონომიკა აღადგინოს და ფასებზე კონტროლი დააწესოს ქვეყანაში. ანუ ჩვენ არ ვიცით რას აპირებს, შეიძლება კონკურენციის გაჯანსაღებას აპირებს. მე რასაც დღეს ვხედავ, ეს არის აბსოლუტური, რა ვიცი, როგორ გითხრათ, მარაზმი, შემიძლია ესე დავარქვა, პირდაპირ ეს არის მარაზმი, იმიტომ რომ ფასები ქვეყანაში იზრდება ქართული ოცნების მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის და ფინანსური პოლიტიკის შედეგად, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, ასე რომ იმას, ვისაც არ მოწონს საქართველოში ფასები, უნდა ესმოდეს, რომ სანამ ეს ხელისუფლება მისი ეკონომიკური პოლიტიკით მართავს ქვეყანას და თან პარალელურად ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში მძიმდება, იმიტომ რომ საერთაშორისო იზოლაციის ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ და ეკონომიკური პროცესები ამას შემდგომში, ასე ვთქვათ, თანდათან ეწევა. ყველას უნდა ისმოდეს, რომ სანამ ქართული ოცნება მართავს ჩვენს სახელმწიფოს და არალეგიტიმური რეჟიმი აგრძელებს ქვეყანაში ძალაუფლების მიკაცებას, სამწუხაროდ ჩვენ წინ მხოლოდ შემდგომი ეკონომიკური კრიზისი გველოდება და მოვა აპრილიც მოვა და მაისიც მოვა და საზოგადოება თავად დაინახავს. კი ბატონო. მადლობა ქალბატონო სალომე, მადლობა.